პირველ სტუმარს წარმოგიდგენ გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. დილამშვიდობისა მამა გიორგი, დაგულოცეთ და მადლობა სტუმრობისათვის. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. სანამ ჩვენს სასაუბრო თემაზე გადავალთ, დღეს 9 აპრილია, უნიშნელოვანესი დღე ჩვენი თანამედროვე ისტორიის, ტრაგიკული, გამაერთიანებელი, რასაც მოყვა შემდგომ დამოუკიდებლობა და ცხადია უნდა შევეღოთ ამ თემას და ზოგადად მრავალი ადამიანი გაიწირა, რომელმაც დასდეს თავი ქვეყნისთვის, ერთიანობისთვის, მოყვასისთვის და ზოგადად ამ კუთხით არაერთი მაგალითი ხვდება ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში, აი როგორ შეაფასებთ ამ დღეს და რას ნიშნავს თავგანწირვა, როცა ადამიანი წირავს თავს, თან ახალგაზრდები, მათ შორის ბევრი არასრულწლოვანი შეეწირა ამ თარიღს და შეეწირა არა უბრალოდ შემთხვევით, თავი დასდეს მათ პირდაპირ და ძალიან აღსანიშნავია, რომ ქალბატონები უმეტეს შემთხვევაში, ამ შემთხვევაში, ამ 9 აპრილს როცა ვახერხსენებთ. აი, დღევანდელი ამ დღის, მოკლედ საოცარი დღის აღნიშვნას წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის სიტყვებით ვიტყოდით, საოცარი სიტყვები აქვს წმინდა ილია მართალს, რომ საკუთარი თავი კი არ უნდა გიყვარდეს სამშობლოში, არამედ სამშობლო უნდა გიყვარდეს საკუთარ თავში. და აი ესეთი ადამიანების შრომას და თავდადებას ხო ძალიან ესე რომ ვთქვათ ნაყოფიერია ყოველთვის და სიკეთე მოაქვს როგორც ადამიანისთვის, ასევე მოკლედ ქვეყნისთვის. ესენი არიან ადამიანები, ვინც საკუთარი პირადი ეგოისტური, ისე იგი მიზნების იქით აყენებენ მოკლედ სამშობლოს კეთილდღეობას და აი წუთისოფლის სულისკვეთებაც ამას არ პატიობს ადამიანს. ანუ ეს წუთისოფელი ეგოიზმით არის ავსე და როცა ეგოისტურად შეპყრობილი სულისკვეთება უპირისპირდება ადამიანებს, რომლებსაც უფრო მაღალი ღირებულებები უყენიათ წინ და ამ ღირებულებებისთვის თავის დადება შეუძლიათ, ეს ამ ხელს მათ აი ამ საშინელ სულისკვეთებას და ამიტომ ესეთი ადამიანები უნდა განადგურდნენ. ასე მოექცნენ ქრისტეს, ასე ექცეოდნენ წმინდანებს, ასე ექცეოდნენ პატრიოტ ადამიანებს და დიდ მამულიშვილებს ჩვენი ქვეყნისა და ასე მოექცნენ 9 აპრილსაც და ჩვენ მადლიერები ვართ ამ ადამიანებისა, მიუხედავად იმისა, რომ რთული დღე არის, მძიმე დღე არის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლები ასეთი დღეებით არის ავსე, ჩვენ ამით ვამაყობთ. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ არადიულ ცხოვრებაში ჩვენ ერთად შევიკრიბებით და მოკლედ ეს სულისკვეთება არ ჩაივლის უნაყოფოდ. ნამდვილად და ძალიან კარგი რამ ახსენეთ, პირველ რიგში მადლიერები ვართ მათი ჩვენ გონებრივია და ყოველთვის მივაგებთ პატივს. ჩვენ გვინდა გადავიდეთ ახლა იმ თემაზე, რომელიც ანონსში ვახსენეთ, ზეთის კურთხევის საიდუმლო, ანუ 7 ზეთისწყება, როგორც ამას უწოდებთ ჩვენ, რომელიც განსაკუთრებით აღესრულება მხოლოდ დიდმარხვაში, არა სხვა მარხვებში, დიდმარხვაში, თუმცა ამაზეც ალბათ ისაუბრებთ, რომ არის სხვა შემთხვევები, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება აღესრულოს. რატომ დიდმარხვაში მხოლოდ და მხოლოდ რას ნიშნავს ეს საიდუმლო, როგორ ხდება და ამ მნიშვნელობა და შემდგომ გვექნება ბუნებრივი სხვა კითხვებიც. დიახ, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რატომ ქვია საიდუმლო? საიდუმლო რა არის, ხო? ანუ საიდუმლო ეს არის, რაც არ უნდა ადამიანი განწმენდილ მდგომარეობაში იყო, მაინც რჩება ისეთი რამ, სადაც ღვთისმადლი მოქმედებს. ანუ რაც არ უნდა ვერ ჩაწვდები მის შინაარს. მოდი ესე ვთქვათ, საიდუმლო ამიტომ ქვია, არა იმიტომ რომ რაღაცა ისე იგი დამალული და დაფარულია, არამედ იმდენად ღრმა არის, იმდენად ესე რომ ვთქვათ, მადლი იხსნება და მადლი მოდის ადამიანის ცხოვრებაზე, საღვთო მადლი, სულიწმინდის მადლი მოდის, რომ რაც არ უნდა კიდევ ეძახი, განწმენდილიც კი იყოს ადამიანი, აი ზიარების საიდუმლო, ანუ ზოგადად ზიარების საიდუმლო, რაც არ უნდა განწმენდილი იყოს ადამიანი, მით უფრო გრძნობს, რომ ვერასოდეს ღირსეულად ვერ მივა აი ამ საიდუმლოსთან და ანუ ღმერთი საიდუმლოთ მოქმედებს ჭარბად აი ამ საიდუმლოში. პირველი ეს არის, რომ საიდუმლო ვიცოდეთ, რომ ღვთის მადლი მოქმედებს, რაც მთავარი. შემდეგ ეს საიდუმლო 7 გვაქვს და ერთ-ერთი მათგანი არის მოკლედ ზეთის კურთხევის საიდუმლო, რომელიც დასაბამს პირველივე საუკუნეებიდან. არ გადავალ იმაზე, რომ ძველ აღთქმაშიც არის ზეთი გამოყენებადი როგორც მაკურნებელი საშუალება, მოკლედ ზეთი იყო ცხება ხდებოდა მეფეებისა და ნუ თავისთავად, ხო? ეხლა რა უნდა ითქვას, რომ პირველივე საუკუნეებში, ანუ ზეთის
კურთხევის ზეთის კურთხევის საიდუმლო ასეთი რაღაცით იყო რომ დღეს ჩვენ რა ზეთსაც ვიყენებთ თქვა ეს ყოველდღიურობაში გამოყენებადი ზეთი მაშინ ესე არ იყო მაშინ ეს ზეთები იყო თვითონვე სამედიცინოდ აი როგორც კარაბადინით დამზადებული ზეთები იყო მე ამას ემატებოდა ღვინო როგორც ანტისეპტიკი პირობითად გამწმენდის საშუალება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იკურთხეოდა და ღვთისმადლი ანუ სულიწმინდის მადლი მოკლედ გარდამოვიდოდა ამიტომ ეს ტარდებოდა სნეულებზე ანუ მძიმედ სნეულ ადამიანებზე ტარდებოდა მოციქული წერს პირდაპირ ისტორიაში ანუ თუ ვინმე თქვენთაგანი სნეულია მოუწოდეთ ღვთეს და ეკლესიისა და ილოცონ ცხონ ზეთი და მოკლედ ლოცვამან მართლისამან აცხონოს სნეული იგი და თუ სასიკვდინე რაიმე კონდესო მოკლედ მიეტეოს მასო წოდ ანუ ზეთის კურთხევის საიდუმლო ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას გავაჟღერებ ახლა ხშირად ადამიანები რომ მოდიან ნამდვილად ახლა როცა გატანჯული ხარ რაღაცა სნეულებით ხო ადამიანი რაღაცა იმედი გინდა რომ რაღაცა განიკურნოს ადამიანი მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ზეთის კურთხევის საიდუმლო და მე რეცხება ეს არის ჩვენი ამ სნეულებების და სენის კურთხევა რომ ეს სნეულებები და სენი დაემსგავსოს ქრისტეს უნებებს რომ აი ეს სნეულება და სენი იყოს არა მომაკვდინებელი ჩვენი სულის არამედ მაცხონებელი და თუ კი ღმერთი ინებებს რომ ჩვენ ამავე დროს განვიკურნოთ ეს ღვთის მოწყალება იქნება და დრო იმისთვის რომ ცხონებისთვის არ დავკარგოთ ანუ ღმერთს ესე რომ ვთქვათ ღმერთი ხანგრძლივებს ცხოვრებას ამიტომ მაინც ყველა გარდავიცვლებით სნეულება ხო ვთქვათ გადაიდება შეიძლება ეს თქვა ჩვენი გარდაცვალება, მაგრამ რამდენი ხანი ხო? ანუ თუ კი ღმერთი კურნავს და ანუ იმიტომ კურნავს ადამიანს, რომ მას ეძლევა დრო იმისთვის, რომ მოკლედ ცხონებას ისე მიაღწევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ, რომ ეს ისე იგი უნდა იყოს მინდობა, ღვთისნდობა უნდა იყოს. ანუ მივედი ზეთის კურთხევის საიდუმლოში, ნებისმიერ საიდუმლოში მონაწილეობის დროს და ანუ აქ მე გულწრფელად ვენდობი ღმერთს და ვეუბნები უფალო მომეცი ძალა იმისა რომ ჩემი ეს სნეულება და ჩემი ეს სენი აკურთხე რა საოცარია რა აკურთხე ჩემი სნეულება რომ არ იყოს ჩემთვის წარსაწმედელი არ იყოს მომაკვდინებელი სულისა არამედ იყოს როგორც შენი სნეულებები გახდა აღდგომის საწინდარი გამარჯვების საწინდარი ასევე ჩემი ეს სნეულებები გახდეს ჩემს საკუთარ მეზზე, საკუთარ ეგოიზმზე გამარჯვების საწინდარი, რომ ჩემი სულიც აღდგეს და ცხონდეს. დიახ, მამა გიორგი, თქვენ ბრძანეთ ძალიან კარგად განმარტეთ და დასაფიქრებლად. თუმცა აი კიდევ ერთხელ აქცენტი გავაკეთოთ ალბათ იმაზე, მე ვთქვი რომ დიდ მარხვაში განსაკუთრებით ყველგან აღესრულება და შეიძლება რამდენჯერმეც თუმცა ცალკეულ შემთხვევაში თქვენ ძენთ რომ სნეულების შემთხვევაში განსაკუთრებული დაშვებით ღვთელი აღასრულებს არ არის აუცილებელი შეიძლება სახლში და საავადმყოფოში მოხდეს. რატომ მხოლოდ ამ მარხვაში და აქვე გავაერთიანებ კითხვას რომ თქვენ საშუალება მოგცეთ რომ სალდო პასუხოთ. მათ ვინც არ მარხულობს, არ ეზიარება, არ არის მრევლის წევრი, შეუძლია თუ არა ეზიარონ საჭიროა თუ არა ეზიარონ კი არა იცხონ ზეთი და საჭიროა თუ არა რომ იცხონ ზეთი, იმიტომ რომ ამ დროს ხდება ხოლმე კითხვები. და ისე ხდება ხოლმე რომ აი რაღაც ზეთის ცხება, იქ სახარებები კითხება ლოცვაა და მარტო ზეთის კურთხევა და შემოევლის იცხებს წავა. აი ეს რამდენად სწორი ფორმაა. ძალიან ფაქიზი თემა გუშინაც რომ ვფიქრობდით ამაზე, მოკლედ აი საუბრობდი რომ ჩვენ ვიზრდებით ბევრჯერ მიხსენებია რომ 30 წელია ჩვენ და ჩვენ ამ საიდუმლოებებში წვდომა, მისი შინაარსში წვდომა შენ შემთხვევაში ნუ მოკლედ ბოლომდე არ შეგვიძლია და რაღაცა ესეთი მათ შორის სამდელოებაც ახლა მე ხშირად მომისმენია რომ ისე იგი აი იქ ესე ჩაატარეს და კარგი იყო და აქ ანუ შედარებებს აკეთებენ რომ ისე იგი მე აქედან გამოყავთ დასკვნები რომ ის ცუდი მამაოა ის კარგი მამაოა და ნუ მოკლედ ამებს უნდა ავერიდოთ ცალსახად ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოკლედ ამას ავერიდოთ. ეხლა რატომ დიდ მარხვაში? იმიტომ რომ თავისთავად დიდი მარხვა არის გათვლილი რაზე იცით აი ყველაზე მეტად თითქოს ადამიანი საკუთარი სხეულის და საკუთარი ეგოიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს და მეტად დამაშვრალი ხდება. თუ კი მართლა რაღაც ადამიანი აი ამ საკითხავებს აი მოდი მივაქციოთ ყურადღება რომ ჩვენი სიტყვიერი ლოცვა, მსახურება ეს არის
მყარი იმისა, რომ ჩვენ ჩავღრმავდეთ საკუთარ თავში. და როდესაც ჩვენ ლიტურგიკულ ტექსტებს კითხულობ დიდი მარხვისა და ეცნობი, ხო, საოცარი სიღრმეები არის, ანუ აი საოცარ დამაშურალობას, ანუ სულისთვის მოცლას, ანუ სულის მოგზაურობას ჭეშმარიტების ძიებაში და ანუ ჩემი ეს სხეული, ჩემი ეს ფსიქიკა, ჩემი ეს სულის ძალები, ჩემი ეს ესე იგი გრძნობები, აზრები, მოკლედ იმდენად არის დასნეულებული, რომ მას სჭირდება განწმენდა და ის სული, რომელიც ცდილობს აი ამის განწმენდას და ამადგან გამონთავისუფლებას და დაალაგებას, ესე რომ ვთქვათ, გამეფებას საკუთარ სხეულზე სჭირდება დახმარება. ამიტომაც არის რომ პირველ შეწირულის ლიტურგიები აღესრულება დახმარებით და აი ის რომ ზეთის კურთხევის საიდუმლო სნეულთათვის აღესრულება, აი ამ დროს აღესრულება რომ ჩვენ მოკლედ საკუთარ თავს სნეულობისთვის, ესე რომ ვთქვათ, ფიზიკური, ინტელექტუალური ესეთი სნეულობისთვის გადავთებ და ამიტომ ეკლესია მოკლედ ზეთის კურთხევის საიდუმლოს ადგენს ამ დროს. ნუ არის სხვადასხვა ტრადიციები, მე მინდა ყველა დავიცვა იმისგან, რომ სადღაც ბევრჯერ ტარდება, სადღაც ცოტაჯერ ტარდება, ამას არანაირი განსხვავება არ აქვს ნამდვილად, იმიტომ რომ მინდა ვთქვა, რომ ანუ საღვთო მადლი რაოდენობით არ განისაზღვრება, საღვთო მადლი განისაზღვრება ხარისხით, როგორ არის დამტევი და მიმღები ადამიანი. აი ძალიან მარტივი მაგალითს მოვიყვან ამას წინათ ახალგაზრდა ის მოვიდა, რა ქვია, ახალგაზრდა ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა და მითხრა, რომ ანუ წირვას დავესწარიო და მამაო ისეთი დიდი ნაწილით მაზეარაო და 20 წუთი ნახევარი საათი დამჭირდა იმის ახსნისთვის, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ რამხელა ნაწილით გაზიარა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს რაღაცა, ანუ ქრისტე უფრო მეტად შემოვიდა შენთან, არამედ აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვეზიარეთ ქრისტეს, როგორც სარკე მთლიანიც და გატეხილიც, ანუ ანარეკლს იკეთებს ნებისმიერი რამისა სრულყოფილად, ასევე ისე იგი ქრისტეც, ანუ საოცარი არის, რომ აი ზეთის კურთხევაზე არის ხოლმე იმან ამდენი მაცხო, იმან იმდენი მაცხო და აი როდესაც ტარიქს უტეხავთ, განიტეხების ტარიქი როგორ არის განიტეხების და არა განიყოფის. ნახეთ რა ნიშნავს, ანუ ზეთი მაგრამ არ განიყოფა. ანუ ნაწილდება, მაგრამ არ განიყოფა, ანუ ცოტაშიც და ბევრშიც იგივე საღვთო მადლი მოქმედებს, როგორათაც მოკლედ ბევრში თუ ცოტაში. და ამიტომ აი ჩვენ უნდა ვიცოდეთ ესეთი რამ, რომ ანუ მნიშვნელოვანია ლოცვა. აი მაგალითად არ უნდა გადავარდეთ ჩვენ დღეს გვახასიათებს სამწუხაროდ ასეთი რაღაცა, რომ აი დასავლურ სამყაროში აი იმ სხვადასხვა ქრისტიანულ დენომინაციებში არის ესეთი რაღაცა, რომ ნებისმიერ საიდუმლოში არის რაღაცა ადგილი, რომელიც უმნიშვნელოვანესია და ეს უნდა აი მაგალითად ჯვრის წერაზე უნდა იყოს გვირგვინის დადგმა. გვირგვინოსანი ქნების. აი მაგალითად ნათლობაზე, აი მხოლოდ წყლის დასმა, რომ ნათელს იღებს ფორმულა, ანუ ფორმულარული გამო და ნუ იქ ლიტურგიაზე ვთქვათ რაღაცა ეს ნაწილი, როდესაც სულიწმინდის მადლის გარდამოსვლა არის, ხო, ეპიკლეზის ლოცვა როცა იკითხება და მართლმადიდებლობაში ასე არ არის. მართლმადიდებლობა იძახის ასეთ რამეს, რომ ასამაღლებლიდან დაწყებული, ჩამოლოცვამდე დამთავრებული ყველაფერი მნიშვნელოვანია. არ შეიძლება კი, რა თქმა უნდა, არის საიდუმლოში რაღაც აღმატებული ნაწილი, სადაც მე თუ მოძრაობ სულიერად უფრო მეტად და ჭარბად განვიცდი. მე ვიხსნები, ღმერთი კი არ მოდის ჭარბად, არამედ მე ჩემი გული იხსნება ამ მადლისთვის უფრო იმდენად, რომ ეს მადლი ჭარბად შემოდის. ანუ ჩემი სიტყვიერი ლოცვა, რაც იქ ლოცვას ვისმენთ, ხო, რაღაც საოცარი ლიტურგიკული ეს ტექსტი, იმდენად ჩემს გულს აღებს და იმდენად ყურადღებიანს ხდის, იმდენად ამდაბლებს, რომ საღვთო მადლი იღვრება ადამიანის გულში და განცდა ამიტომ ასამაღლებლიდან დაწყებული ჩამოლოცვამდე ყველაფერი მნიშვნელოვანია მართლმადიდებლურ, ისე იგი საიდუმლოთა აღსრულებაში და ამიტომაც აი შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ, რომ ხა როდესაც მე უბრალოდ აი რა მინდა თქვა, რომ სადღაც ვიყავი სამსახურში და წამოვედი და ხო აი ზეთის ხება და რაღაცა მივედი და ზეთი ვიწყე, ნუ მე არ ვიცი, მე ვერ ვეტყვი ვერავის, რომ რა იმოქმედებს, რა არ იმოქმედებს, მაგრამ ის რომ შენ უნდა ადამიანს თუ კი გინდა რომ საიდუმლოში მიიღო მონაწილეობა, იქ უნდა იცოდე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის საიდუმლოება აღესრულება ლოცვაში და აუცილებლად და შემდეგ უკვე პრაქტიკული მხარე, როდესაც ადამიანზე ციცხება, აქ უკვე
თვის მადლის მოქმედებას, თვის ნებას ხარ მინდობილი უფალო, როგორც ინებებ შენ, ისე უნდა იყოს. უკაცრავად. მამ გიორგი, როგორც ზიარების წინა ლოცვები ეკითხება, თქვა და ემზადება ადამიანი ამისათვის და შემდგომ უკვე, როდესაც ზიარების შემდგომი ლოცვები ეკითხება, ზეთისხების შემთხვევაშიც არის საჭირო თუ არა მომზადება, ალბათ ჩვენს მაყურებელს აქვს ამასთან დაკავშირებით. ნებისმიერ საიდუმლოში კი, ნებისმიერ საიდუმლოში, ანუ ღმერთთან ურთიერთ, რავი, ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი რა, გადავხედოთ ყველანი, როდესაც ქორწილში მივდივართ, როდიდან ვიწყებთ მზადებას. გადავხედოს ყველამ, როდესაც დაბადების დღე მოგდის ჩვენი პირადი, მოკლედ საიდან ვიწყეთ ფიქს და ან ახალი წელი რომ მოდის. ან ახალი წელი რომ მოდის, ხო? ან რა ვიცი, დაბადების დღე. არიან ადამიანები დაბადების დღე გავა თუ არა, უკვე იწყებენ მეორე დაბადების დღეზე ფიქს და ზრუნვას. ანუ, თავისთავად ადამიანები ვარ და ეს ნორმალურია, არავინ არის, მაგრამ მით უმეტეს, თუ კი შენ მორწმუნე ხარ, აი მართლა თვლი რომ რაღაცა მორწმუნე ხარ, შენ უნდა თვლიდე რომ შენს დაბადების დღეზე, შენს ქორწინების დღეზე და აღარ ჩამოვთვლი ახალ წელზე და დანარჩენზე ყველაზე დიდი რამ ხდება შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ შენ უნდა ღმერთთან შეხვედრა მოახდინო. ეხლა ვიღაცისთვის ეს შეხვედრა ნიშნავს რას, იცი, აი აბსტრაქტულია, ანუ ძნელი ადამიანს უთხრა რომ რას ნიშნავს ეს შეხვედრა, თუ კი ერთხელ მაინც ღმერთი არ შეხებია მის გულს. და როდესაც შეხებია შენს გულს და აი ის საოცრება განგიცდია ღმერთსა და შენ შორის შეხვედრისა, მაშინ შეუძლებელი ამისთვის არ ემზადებოდე ადამიანი, რავი, აი არ ვიცი, აი რაღაცა ყველაფრით ნებისმიერად და ეხლა ჩვენს მე წეღანას თქვი, მე განკითხვით არ მინდა თქვა და რაღაცა ჩვენი მედია ვსწავლობთ ამას და ეს სამღვდელოებაზე დიდად არის დამოკიდებული, როგორ დავხვდებით, როგორ შევხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცა სხვადასხვა წარმოდგენები აქვს ჯერ კიდევ გარკვეულწილად საიდუმლოებებზე, როგორ შევხვდებით და მოვიცლით თუ არა მისთვის. აი ხო გეუბნებით წეღან მე ჩემზე არის, მაგრამ 20 წუთი დაახლოებით დამჭირდა იმ ახალგაზრდისთვის, რომ ამეხსნა ის, რომ სიღრმისეულად იცოდეს, რომ მერე და მერე არ იფიქრო, რომ იცი რა, იმ სასულიერო პირმა რაღაც დიდი ნაწილით გაზიარა, ისე იგი ის კარგი მამაოა და ვიღაცა თუ რაღაცა განაწილების დროს, იმიტომ რომ ხალხმრავლობა არის, განაწილება რომ ყველას მოკლედ რაღაცნაირად ერგოს წმინდა ნაწილიდან, ხო, ანუ იმან რაღაცა მცირე ნაწილით გაზიარა და ამიტომ რა თქმა უნდა ცალსახაა, რომ ანუ ესეთი დამოკიდებულება საიდუმლოებების მიმართ არ ვიცი როგორ გითხრათ, იცი, თუ მორწმუნე არ და ვიცი, ხო, შეიძლება დასასჯელიც კი იყოს. გაიხსენეთ ზიარებაზე რა წერია, ხო? საჯელად გინდა დასაჯე. მადლი მოქმედებს. ანუ უფალი წირვის დროს აი იცოდეთ და ვიცოდეთ ნებისმიერი საიდუმლოს დროს მღვდელი აღასრულებს საიდუმლოს, მაგრამ იქ ჩვენ არ ავასრულებთ. აი დასავლურ სამყაროშია მაგალითად მე ნათელს გცემ, მაგრამ რა სიძახის სასულიერო მართლმადიდებელი მღვდელი ნათელს იღებს, თვითონ მოვიდა მისი ნება და ვისგან იღებს ქრისტეს, ანუ მე უბრალოდ აქ ვდგევარ, აი თითქოს გაწეული ვარ, გვედი მამაო აღასრულებს საიდუმლოს და ანუ ნახეთ მე როგორც სამღვდელო პური ვცხონდები ან არ ვცხონდები, დავისჯები ან არ დავისჯები, როგორ აღვასრულებ იმ საიდუმლოს და შენც როგორ მიიღებ მონაწილეობას ამ საიდუმლოში, თავისთავად ეს შენ ან გაცხონებს ან არ გაცხონებს, ან დაგსჯის ან არ დაგსჯის. რადგან თქვენ ძალიან კარგად განმარტეთ, გიორგი, რომ აი რატომ დიდ მარხვაში, ხო? იმიტომ რომ რაღაც ერთგვარად ჩვენ ამ დამაშრალობის შემთხვევაში უცნაურობა გვაძლიერებს. თუ არ ვართ მარხვაზე, არამც თუ მარხვას შეიძლება ახლა არ ვიცათ ან ზოგადად არ ვართ ამ ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართული, არა მაზიარებელი, არა აღსარებელი, საჭიროა თუ არა, ან ხდება თუ არა მათთვის და ასევე ასეთი მოსაზრებაც არსებობს და ბევრი მეკითხება ხოთა შორის და ბევრს ამის გამო უფრო უხარია ესეთი ცხება, რომ ცოდვები მოგვეტევება დავიწყებული და აი თითქოს ახლა პირდაპირ თქვა, ანგარებითი მომენტი ყოველთვის გვაქვს, რომ ხა მზეთის ვიცხებზეც მე გავძლიერდები, ცოდვები მომეტევება და განვაგრძობ უკვე ცხოვრებას. ამ შემთხვევაში, მოკლედ, თუ ჩვენ არ ვართ ამ პროცესში ჩართული, არ გვიმარხულია, ცოდვები მოგვეტევებას უძახი და ახსარება არ შეგვიბარებია და მივდივართ ეთეცხებაზე და ბავშვების შემთხვევაში ხშირად ჩვილი ბავშვები მოყავთ ხოლმე და ეს არ არის 5 წუთიანი მსახურება. საჭიროა თუ არა ბავშვისთვის? პირველი ცოდვა ადრეს გვისაუბრია და ძალიან მოკლედ ვიტყვით, ცოდვა არ არის იურიდიული აქტი, რომ რამე დააშავეთ, ცოდვა არის სნეულება. და სნეულებისგან უნდა განიკურნოს ადამიანი, ხო? და არა ფსიქოლოგიური მომენტი, რომ ეხლა მე რაც ადრე ჩავიდინე და თქვათ რაღაცა დავიწყებული მაქვს, იმას ღმერთი მიტევებს. ანუ
მიტევება ადამიანისა ნიშანი იმისა, რომ ადამიანს ცოდვა მიეტევა არის ის, რომ ადამიანი ამ ცოდვას აღარ ჩადის, ადამიანი არის სხვა, განახლებულია და სხვა არის. მეორე რაც შეეხება იმას, რომ ანუ ბავშვებთან დამოკიდებულებაში, ბავშვებს უნდა ვაცხოთ თუ არ უნდა ვაცხოთ ზეთი, ანუ როგორ არის იცით, ესეც აი ძალიან ფაქიზი თემა არის. ცოდვათა მიტევებისა და სნეულების კურნალი არის. მიხვდით, ანუ და ამიტომ ამისთვის ამაზე აღმატებული არსებობს ზიარება. ჩვენი შეგიძლია აღსარების გარეშე, ყოველივე მის გარეშე, ყოველდღე მიიყვანო, თქვა, ტაძარში დააზიარო, რომ ამაზე მეტი მიიღოს. რა მინდა თქვა, მეტობაზე და ნაკლებობაზე არა ლაპარაკი, მაგრამ უფრო აღმატებული ზიარება, სადაც ქრისტეს სისხლსა და ხორცზე ზიარება, ის შეუძლია მიიღოს ადამიანმა და თავისთავად, ანუ ის ხო დამაშორალობაში არ არის, ის ცოდვით დატვირთული არ არის და ამიტომ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია არ იცხოს, ანუ, მაგრამ თუ კი მე ვიძახი, მაინც მშობელმა მოიყვანა, ხო, აი ამიტომ ვიძახი, რომ სამოდელო პირს ჭირდება, აი მოიცალოს ამისთვის, რომ აუხსნას მშობელს, რომ ამ მშობელს არ ეგონოს ის, რომ ისე იგი ვიღაცამ უარი უთხრა, ისე იგი შვილის ზეთისწყებაზე და რაღაც. უბრალოდ ჩვენ აი რა გვინდა იცი კომუნიკაცია გვჭირდება სწორი, რომ მრევლმას და სამდელოებამაც სწორად, ჩვენი მხრიდან სწორად და მრევლმას თავისთავად სწორად, რომ შეძლოს აი ამ საიდუმლოს შინაარში წვდომა და მაშინ მიხვდება, იცი რა, თუ კი მე აღმატებული შემიძლია, რომ აი მაგალითად ზიარებაზე მივიყვანო ბავშვი და მას ახლა რაღაცა ცოდები არა აქვს, არ ჭირდება მიტევება, არ ჭირდება თან მithumetes ამხელა ხო, ღვთისწყალობი, რა თქმა უნდა, თუ სნეულად არის თავისთავად, ჩვენ წეგან ახსენეთ კიდეც, რომ ეს სნეულების, ანუ სნეულთათვის არის ეს პირდაპირ ცალკე ეს, ანუ ყოველ ხშირად ზოგი მე ვიცი, რომ თბილისშიც ჩვენთანაც რომ, ანუ საავადმყოფოში ყოველ კვირა, ანუ კვირაში ერთხელ აღესრულება ეს და მერე ჩამოივლიან სამოდელოება და მძიმე ავადმყოფებს და ან თუნდაც ყველა ავადმყოფს, ვისაც სურვილი აქვს, ყველას ცხებენ ამზეც. რა თქმა უნდა, ეს სნეულთათვის არის და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს კომუნიკაციის სწორი ფორმები რო იყოს და რაღაცე, მე აი დრო და დრო გავიზრდებით აუცილებლად. აი, წეგან მითქვა ის, რომ ზოგადად შეიძლება არაერთხელ აღესრულოს, ვთქვათ, და ამ მეტობას და ნაკლებობას ალბათ როგორც წეგან თქვით, მნიშვნელობა არ აქვს. თავისთავად სიმრავლიდან გამომდინარე ალბათ. ხო, მე რას გულისხმობ, ზოგ შემთხვევაში არის ხოლმე ესეთი დამოკიდებულება, რომ იგებენ რომელ ტაძარში, რომელ დღეს, რომელ საათზე არის და ცდილობენ, რომ თითქმის ყველა ტაძარი თუ ვერა რაღაც გარკვეული ნაწილი მაინც მოილოცონ, ასე ვთქვათ, და ზეთი იცხონ და დაესწრონ შვიდგზის ზეთისწყებას, მაგრამ ალბათ მთავარი ის არის ის სულიერი არსი ამ ყველაფერს, რომ რამდენჯერაც არ უნდა იცხო ზეთი და რამდენჯერაც არ უნდა ეზიარო, თუ ის რეალურად გაზრებული არ გაქვს თუ რა საკეთებ და რისთვის კეთდება ეს ყველაფერი და თვითონ შინაარსობრივი არსი არ გესმის, ალბათ აზრს კარგავს მამა გიორგი. ზოგადად ისე თქვათ, ალბათ შეიძლება თუ არა რამდენჯერმე რო ვიცხოთ დიდ მარხვაში. შესაძლებელია, აი წარმოიდგინეთ, რომ ყველა ლიტურგიაზე, რომელიც ტარდება, ადამიანში უნდა, ანუ თუ შეძლებს უნდა ეზიაროს, ხო და თუ ტარდება, თქვათ სამრევლოში, თუ კი სამდელო პირმა თავის სამრევლოში გადაწყვიტა, რომ აი თვითონ წინამძღვარი წვეთს მთავართან შეთანხმები და თუ სამრევლომ გადაწყვიტა, რომ მის სამრევლოს ჭირდება მაგალითად მარხვაში რამოდენჯერმე რო ჩატარდეს ზეთის კურთხევის საიდუმლო, ისე იგი ეს ხო არ არის უბრალოდ იმიტომ რომ კარგები ვარ და ვინმეზე მეტი უნდა ჩავა, ისე იგი ეს არის გათვლილი იმისთვის, რომ ისეთი მარხვის ფორმას ვირჩევთ, ან სამრევლოში ისეთი სამრევლო ცხოვრება გვაქვს, ან ისეთი ასაკის, ან ისეთი ესე იგი ჯანმრთელობის შეიძლება ადამიანები არიან, ვისაც ჭირდება ეს. და თუ კი ჩემს სამრევლოში მე ვფიქრობ, რომ აი აქ უნდა დაცული იყოს, თუ კი ადამიანის სნეული არ არის და რაღაცა, რა თქმა უნდა, მეტჯერ არ უნდა ზეთისწყება, ხო, რაღაც ამიტომ ის რაც სამრევლოში დადგინდა, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება რომ იცხოს ადამიანმა რამოდენჯერმეც, თუ ტარდება სამრევლოში ზეთისწყება, იცხოს, ეს ხო შემთხვევით არ არის, მაგრამ კიდევ ვიძახი, აქ მთავარია როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ ისე იგი მთავარია რომ ვიცოდეთ აი ამ იმაში, ისე იგი საიდუმლოში მონაწილეობის მნიშვნელობა და შინაარსი და მე ხა ღმერთთან შეხვედრა, თუ კი მე ზეთის კურთხევის საიდუმლოში რაღაცა ისეთი საოცარი ტექსტია, ისეთი ლოცვები იკითხება, აი საოცარი არის ხო
ნუ თუ კი ამ სიტყვიერ ლოცვას, რომელსაც მღვდელი აღასრულებს და მეც თან მივყვები მას, შეუძლია ჩემი გულის ისე მდგომარეობაში მოყვანა, რომ ღმერთი მართლა რაღაცა ღმერთთან შეხვედრა ხდება, ხან რანაირად შეიძლება ადამიანს უთხრა, რომ ესე იგი მხოლოდ ერთხელ გააკეთე ეს და მეტჯერ არ გააკეთო და როცა ხედავ, რომ ადამიანი ასეთი გულწრფელია, მე შევამოწმებდი ეს. უნდა უთხრა ადამიანს, რომ არ იცხოვო და თუ მას ეკნება, რატო არ ვიცხოვო, მაშინ არ უნდა ცხო და თუ იტყვის, რომ მოკლედ ისე იგი როგორც იტყვით, მამაო, რა ვიცი, მე უბრალოდ ეს მინდოდა და ამიტომ ვაკეთებდი ამას, მაშინ შეიძლება რომ მოკლედ იმ ადამიანს ყოველ დღეც რო იცხოზეთი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მამა გიორგი. გორისა და ათენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრი გესაუბრებოდა ზეთის კურთხევის საიდუმლოზე საუბრობდით.